თირკმლის დაავადება აქვს პოპულაციის 13%-ს. ძალიან დიდი მაჩვენებელია რეალურად და რაც ასაკი ემატება ადამიანს, უფრო იზრდება შანსი, რომ თირკმლის დაავადება ჰქონდეს და 10-დან 9 ადამიანმა არ იცის, რომ მის თირკმელი ნორმალურად არ მუშაობს. რატო? იმიტომ რომ თავიდან სიმპტომები არ აქვს, წლების განმავლობაში სიმპტომები არ აქვს, მაგრამ როცა ზიანდება თირკმელი, მისი აღდგენა არ ხდება. აი, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ 5 ადრეულ ნიშანზე, რაც მიუთითებს თირკმლის პრობლემაზე და 5 მთავარ ნაბიჯზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რომ თირკმელი დაიცვათ. ან მთავარი რისი გაკეთებაც უნდა შევძლოთ, არის რომ თირკმელი დავიცვათ, რომ არ დაზიანდეს, ან თუ უკვე დაზიანებულია, შეჩერდეს, ან შენელდეს ეს დაზიანების პროცესი. თირკმელები არის ლობიოს მსგავსი ორგანო, დიდია, მაგრამ თვითონ ფორმით გავს ლობიოს მარცვლებს, 2 ცალი გვაქვს და ფილტრავს სისხლს. ხო, ამბობენ რომ აი დეტოქსიფიკაცია და რაღაცებს ამბობენ ადამიანები ხშირად, რომ სინამდვილეში თირკმელია მთავარი დეტოქსი ჩვენი ორგანიზმის ღვიძლთან ერთად, ღვიძლი და თირკმელი ეგ ორი გვაქვს, რაც სინამდვილეში ჩვენს დეტოქსს ახდენს, რას ნიშნავს? ნიშნავს, რომ ტოქსინები, რომელიც გროვდება ჩვენს ორგანიზმში, თირკმელების საშუალებით იფილტრება. ღვიძლთან შედარებით თირკმელი არის სუსტი. სუსტი ნიშნავს, რომ ტოქსინები და რაღაცები ადვილად აზიანებს, მოკლედ თირკმლის სტრუქტურა არის ძალიან ნაზი. ნაზია იმიტომ, რომ ძალიან თხელი კედელი აქვს რა და ამ თხელ კედელში უნდა გაიაროს სისხლმა, მოკლედ მწვრილ კაპილარებში ძალიან და ამ მწვრილ კაპილარებიდან ნაწილი უნდა დარჩეს, რაც არ უნდა გაიფილტროს და ნაწილი უნდა გაფილტროს. აი ეს ძალიან შერჩევითად უნდა გაატაროს რაღაცები თირკმელმა და ანუ ძალიან ნაზი სტრუქტურაა და ეს ნაზი სტრუქტურა ძალიან ადვილად ზიანდება. ამიტომ არის, რომ თირკმელი როცა ზიანდება, ძალიან ძნელია მისი რეგენერაცია. ღვიძლისგან განსხვავებით, ღვიძლს ახასიათებს მაგალითად ძალიან კაი რეგენერაციის უნარი და ამიტომ რომ ებრძვიან, სვავენ მთელი ცხოვრება და მაინც ვერაფერს ვერ უშვებიან ამ ღვიძლს. თუ ცეპატი დაემატა და რაღაცა მე კი ხა ღვიძლის ბოლოს და ბოლოს ცუდად ხდება და ადამიანის შეიძლება დაღუპვის მიზეზიც გახდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ღვიძლი ბევრად გამძლეა, ვიდრე თირკმელი. ამიტომ სინამდვილეში თირკმელს ბევრად მეტი ზრუნვა ჭირდება. ამაზე ვისაუბრებ ზუსტად ჩვენ. პირველი ნიშანი, რაც ყველაზე მთავარია და ყველაზე ადრეულია, რაც თირკმლის დაავადებაზე მიუთითებს, ეს არის მიკროალბუმინურია. რას ნიშნავს ახლა ეს? ნიშნავს, რომ შარდში არის პატარა ცილები. ეს პატარა ცილები, რომელიც არ უნდა იყოს. ან თირკმელი წესს უნდა იკავებდეს, აკავებდეს ორგანიზმში ამ პატარა ცილებს, არ უნდა ფილტრავდეს, არ უნდა უშვებდეს აქეთ და ვინაიდან ზიანდება მცირედით, მაგრამ მაინც თირკმლის სტრუქტურა, ამიტომ ეს ცილები გვხვდება შარდში. ამას ქვია მიკროალბუმინურია. მიკროალბუმინურიას ისე ვერ შეამჩნევ, შარდს დახედო და მიხვდე, რომ შარდში ეს პატარა ცილებია და ცოტა ცილებია, ესე ვერ გააკეთებ. ამიტომ სპეციალური ტესტია საჭირო, ალბუმინის კრეატინთან ფარდობის ტესტს ეძახიან ხოლმე, შარდის ტესტია და რატო ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ დაახლოებით 5-დან 10 წლამდე ადრე ამოიცნობს თირკმლის დაავადებას, ვიდრე სხვა ნიშნები და სიმპტომები განვითარდება. ძირითადად, როცა თირკმელზე ვლაპარაკობთ, როცა თირკმელს რამე პრობლემები აქვს და უკვე ადამიანს სიმპტომები აქვს, იქ ისე დაზიანებულია თირკმელი, რომ მისი აღდგენა ძნელია. ძნელი კი არა, შეუძლებელია უმეტეს შემთხვევაში. ხო, ის შესაძლებელია ხარ რომ შენელდეს და შეანელო და დაიცვა თირკმელი, ეგ რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ის რომ აღადგინო არა და აი აქედან მიკროალბუმინურია სანამ აქვს ადამიანს თირკმლის აღდგენა შესაძლებელია, ამიტომ აი შარდის ტესტით მისი განსაზღვრა შესაძლებელია. მეორე ადრეული და მნიშვნელოვანი ნიშანი, ეს ძალიან ადრეული არ არის, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, ეს არის ცილა შარდში. ცილა შარდში, ამას ქვია პროტეინურია, ცილა შარდში რა არის? ხა თუ კი ის იყო მიკროალბუმინურიაც ცილა შარდშია რეალურად, ოღონდ ცოტა ცილა შარდში. მაგალითად 300 მილიგრამზე ნაკლები ცილა თუა შარდში, ამას ეძახიან მიკროალბუმინურიას, 300 მილიგრამზე მეტი თუ არის, ამას ეძახიან პროტეინურიას და განსხვავება რა არის, იქ მარტო ალბუმინები იფილტრება. ალბუმინი პატარა ცილაა, მოკლედ ჩვენ სისხლში, რომელიც ძალიან ბევრია,
თავარი ცილა ერთ-ერთი სისხლში რაც არის ალბუმინები და ეს ალბუმინები გადმოდის შარდში და პროტეინურის დროს გვაქვს სხვადასხვა სახის ცილები შარდში, არა მარტო გლობულინები და კიდევ ბევრნაირი ცილებია, რომელიც გადმოდის შარდში, რომელიც არ უნდა იყოს, რომელიც არის 300 მგ-ზე მეტი შარდში. აი ხა შარდში ცილა როცა ამას ადამიანი ხედავს ისედაც. ხედავს როგორ? შარდი ხდება ქაფიანი. ქაფიანი რატო ხდება? როცა ცილები უკავშირდება ჰაერს, ქმნის ბუშტუკებს და ეგ ბუშტუკები არ ქრება ადვილად. და ამიტომა რომ ქაფიანი და ბუშტუკებიანი შარდი შესამჩნევია ადამიანისთვის და შეუძლია რომ მიხვდეს რომ რაღაცაშია საქმე. ოღონდ შარდს თუ დახედავ და ქაფიანია არ ნიშნავს აუცილებლად რომ ცილა შარდში. მეტიც ზოგჯერ ცილა შეიძლება იყოს შარდში, მაგრამ მაინც თირკმელი ჯამრთელი იყოს. რა შემთხვევებში შეიძლება მაგალითად ბევრი ვარჯიშის მერე, ან დეჰიდრატაციის მერე, ორსულობაში, ინფექციების დროს, აი გაციება, გრიპი, ცხელება, ან ბაქტერიული ინფექციის დროს, ანუ შეიძლება რომ ცილა იყოს შარდში და ადამიანი მაინც ჯამრთელი იყოს, თირკმელი მაინც ჯამრთელი იყოს, ანუ ცილა შარდში განჩენი არ არის, მაგრამ თუ სხვა რამები არ წუხებს ადამიანს და თირკმლის გამო აქ ცილა შარდში, ეგ პრობლემაა და როგორც წესი მისი აღმოფხვრა და მისი შემოbrunება და თირკმლის გამოჯამრთელება სამწუხაროდ ვეღარ ხდება. მესამე ყველაზე მთავარი ნიშანი, რომ თირკმელი დაზიანებული ან ზიანდება, არის მაღალი წნევა. ანუ რეგულარულად თუ გააქვს მაღალი წნევა და წნევას ვერ ინარჩუნებ 135-ზე ქვევით, ნიშნავს რომ ნელ-ნელა თირკმელი ზიანდება. თირკმელი როგორც გითხარით არის ნაზი სტრუქტურა, ამ ნაზ სტრუქტურას აქვს ნაზი კაპილარები, ეს ნაზი კაპილარები ძალიან მგრძნობია წნევის მიმართ. და როცა წნევა იმატებს წნევა თირკმელშიც და როცა თირკმელში წნევა იმატებს, ნელ-ნელა კაპილარებს აზიანებს და კაპილარებს რომ აზიანებს, თირკმელი ზიანდება და ეს კუმულაციური ეფექტი იძლევა თირკმლის დაზიანების ეფექტს ბოლოს. ამიტომ თუ წნევა გაქვთ მომატებული, აუცილებლად აკონტროლეთ. 135 ქვევით შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენ დიდია კორელაცია არის უზარმაზარი წნევა, ვისაც აქვს იმ ადამიანებს, თირკმლის დაზიანება აქვს დროთა განმავლობაში. ოღონდ ეს არნიშნავს 5 წელი რო წნევა აქვს ადამიანს და რაღაც 140, 150. ამ დროს უმეტესად თირკმელი ჯერ არაა დაზიანებული, ან უბრალოდ დაზიანებულია, მაგრამ ძალიან მცირედით, სერიოზულად არა. ამიტომ მან კიდევ არის დრო რომ უშველო და აი როცა დიდ ხნის განმავლობაში მაღალ წნევებს ატარებს ადამიანი, თირკმელი მნიშვნელოვნად ზიანდება. მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი არის შეშუპება. შეშუპება შეიძლება იყოს ხელების, ფეხების, პერიორბიტალური შესახე, აი თვალების გარშემო, თვალის ბალიშები რო შეშუპებული აქვს თვალები. ეხლა ეგ მთლად რო ვთქვათ რომ ადრეული ნიშანიაო, ეგრე არ არის. ეგ უფრო გვიანდელი ნიშანია და ნიშნავს რომ ორგანიზმი კარგავს ცილებს რეალურად. ცილებს რო კარგავს ორგანიზმი, ონკოზური წნევა მცირდება სისხლში, ეგ ნიშნავს რომ მოკლედ ცილებს ყოველთვის მიყვება წყალი და წყალი მიყვება რას გულისხმობს? სადაც ცილა იქაა წყალი და სისხლში რო ნაკლები ცილაა, ეს წყალი ყოველ სხვაგან ადგილს გადადის უჯრედს შორის სივრცეში. სადაც უფრო მეტი ცილა რეალურად და იქით მიდის. შესაბამისად, ვინაიდან სისხლში ცოტა ცილა რჩება, ამიტომ სისხლიდან სითხე გადადის უჯრედს შორის სივრცეში და ადამიანს ემართება შეშუპება. ან სითხე უგროვდება ფეხებში, თვალების გარშემო, ხელებში, ან ხო, მაინც უმეტესად არის ფეხებში. ყველაზე ხშირად და თვალების გარშემო. მეხუთე ნიშანი არის მომატებული კრეატინინის დონე. კრეატინინი არის მოკლედ კუნთები რო იშლება ჩვენ ორგანიზმში კუნთები სულ იშლება. კუნთები და ყველაფერი რა დეგრადირდება, შენდება, რაღაც დაიშლება, რაღაც აშენდება. აი ეგეთი მუდმივი პროცესი მიმდინარეობს, დაშლა აწყობის რა და ეს კრეატინინი მაგ დროს გამოიყოფა. კრეატინი დაშლის პროდუქტია ერთ-ერთი ამ კუნთი დაიშალა, კრეატინი გამოიყო. კრეატინი არის ტოქსინი.
ტოქსინი რა ორგანიზმს არ ჭირდება მოკლედ და უნდა გამოდენოს კრეატინი უნდა გაფილტროს თირკმელმა თირკმელი როცა ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად რა მოვა კრეატინის დარჩება სისხლში რო დარჩება კრეატინის დონე მოიმატებს სისხლში შესაბამისად კრეატინის ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად მცირე ცვლილებაც კი მაგალითად ადამიანს ქონდა 0.8 მილიგრამი დეცილიტრში მაგალითად კრეატინი და ეხლა გავხდა 1.1 მაგალითად აი ეს ცვლილება მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის გაუარესებას მიუთითებს მიუხედავად იმისა რომ 1.1 ნორმის ფარგლებშია მაინც მაგრამ ეს ცვლილება ვინაიდან მოხდა ნიშნავს რომ თირკმლის ფუნქცია უარესდება ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ თირკმელს აუცილებლად და ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კრეატინის მცირედი ცვლილებაც კი შეიძლება თირკმლის ფუნქციის გაუარესების ნიშანი იყოს 50%, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი გაუარესება შეიძლება ქონდეს თირკმლის ფუნქციის კრეატინის მცირე ცვლილების დროსაც კი. ნორმა რა არის? ნორმა არის ხოლმე 1.3-მდე მაგალითად კაცების შემთხვევაში 0.7-დან 0.6-დან გაჩენა იმებს რა ქვია და ქალების შემთხვევაში 1.1-მდე შეიძლება იყოს ნორმა, ან ქალების შემთხვევაში უფრო დაბალია ქვედა ზღვარი. ეხლა როგორ დავიცვათ თირკმელი? პირველი რაც უნდა გავაკეთო პირველი ყველაზე მთავარი რეალურად არის რომ გავაკონტროლოთ წნევა. წნევის გაკონტროლება 130 ქვევით, ანუ 135-130-ის ქვევით უნდა შეინარჩუნოთ წნევა, ქვედამაჩვენებელი 80-ის ქვევით უნდა შეინარჩუნოთ იმისთვის რომ თირკმელები დაიცვათ და კვლევებით დადასტურებულია რომ თუ 130 ქვევით შეინარჩუნებ წნევას 65%-ით ნაკლები შანსი გექნება რომ თირკმელები დაგიზიანდეს, ანუ რეალურად თირკმელებს გადაარჩენ თუ კი წნევა შეინარჩუნებ დაახლოებით 130-135-ის ქვევით რეგულარულად. მეორე არის შაქრის კონტროლი. შაქრის კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შაქრის კონტროლი სისხლში. რატო? იმიტომ რომ შაქარი გლუკოზა მოკლედ რა უკავშირდება ცილებს, ეს ცილები მე აზიანებენ უჯრედების იმას სისხლძარღვების კედელს აზიანებენ და მე ჟონავს რაღაცები თირკმელი და რაც არ უნდა ჟონავდეს და თირკმლის ფუნქცია უარესდება და თირკმელიც ზიანდება. ამიტომ შაქრის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად აი ესეთი კითხვა ახლა რომ აი რამდენია ის დონე შაქრის რომლის დროსაც არ ზიანდება თირკმელი, იმიტომ რომ ახლა შაქარი ხო თამაშობს ხო, ანუ შეჭამ რაღაცას, შაქარი ადის, მერე ჩამოდის და ესე. და მაშინ რანაირად ხო, ანუ ყოველი ჭამის მერე თირკმელი ზიანდება. დაახლოებით ეგრეა, თუ 180 ზევით ადის ჭამის მერე შაქარი, თირკმელი ზიანდება. 126-ზე მეტი თუ რეგულარულად გლუკოზა სისხლში თირკმელი ზიანდება. თირკმელი ზიანდება, იმიტომ რომ ჭამის მერე ის ბევრად მეტი იქნება, თუ კი უზმოზე 126 და მეტია. შესაბამისად, ხო, აი 180 და მეტი აზიანებს რეალურად თირკმელს რა, მაგრამ ის უნდა იცოდე, რომ თუ უზმოზე 126 გაქვს, გლუკოზა მაღალი ალბათობით ჭამის მერე ძალიან მაღალი გექნება. ამიტომ არის რომ თირკმელებისთვის ეგ შაქარი ძალიან დიდი პრობლემაა და მაქსიმალურად დიაბეტის კონტროლი არის გამოსავალი. შემდეგ რითი გაკეთებაც შესაძლებელი არის არასტეროიდების გამოყენების შემცირება. ხო, ეხლა არიან ადამიანები, რომლებიც არიან ნაპროქსენზე, იბუპროფენზე და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებზე. ხო, რატო სვამენ ხოლმე სახსრებისთვის, ტკივილისთვის, ანთების შემცირებისთვის, სხვა წამლებს სვამენ ხოლმე ადამიანები ან კუნთების ტკივილისთვის და ზოგჯერ არის რომ ბრჭყალებში შეჯდებიან ამაზე და დიდხანს სვამენ თვეების განმავლობაში და ეგენი ან ციკლოქსიგენაზას ინჰიბიტორები არის რეალურად, რაც თირკმელს აზიანებს და თირკმელს აზიანებს მნიშვნელოვნად თითქმის 60%-ით იზრდება თირკმლის დაზიანების რისკი, 20-დან 60%-მდე გააჩნია ადამიანი რამდენი ხნის განმავლობაში იყენებს ამ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებს. და აქ არის ხოლმე კიდე კითხვა, რომ აი კარდიომაგნილი მაგალითად რომ დავლიო რა ცუდია და ეს აზიანებს თირკმელს. კარდიომაგნილში ისეთ დაბალი დოზით არის ასპირინი, რომ არ აზიანებს, ძალიან მინიმალურად აზიანებს, რისკი თითქმის ნულია. შესაბამისად, ანუ ისეთ დაბალი დოზაა, რომ კი მოქმედებს თრომბოციტებს და თრომბოციტების აგრეგაციას ამცირებს, მაგრამ არ მოქმედებს ეგ თირკმელზე დიდად. შესაბამისად, ანუ კარდიომაგნილის დალევა არის ბევრად უფრო უსაფრთხო თირკმელებისთვის. მეოთხე რისი გაკეთებაც შეგიძლია თქვენ თირკმელების არის საკმარისი რაოდენობით წყალი მიიღოთ. ყველაზე კაი ტესტი, რაც ვიღებ თუ არა საკმარისი რაოდენობით წყალს, ადამიანები ამბობენ ეგრე. და ყველაზე კარგი ტესტი რა არის მაგისთვის?
რაც გამოიყენება კლინიკებში და გამოიყენება სპორტსმენებში. დააკვირდი შარდს, უნდა იყოს ღია ყვითელი. თუ არის მუქი ყვითელი, ესე იგი წყალი გაკლია, თუ არის ძალიან ფერმკრთალი, ესე იგი ძალიან ბევრ წყალს იღებს, თუ არის ღია ყვითელი, ეგ არის საუკეთესო ვარიანტი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ სათანადო რაოდენობით წყალს ვავ. დაახლოებით ჩაი ან ყავი ან ყველაფერს უპიან რაღაც სითხეებიანად ან კოლაკოლიანად უნდა გამოვიდეს დაახლოებით 8-10 ჭიქა დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ნორმალური წყლის დონე მიიღოს ადამიანმა. ეს დაახლოებით არის 2 ლიტრი. კითხვა არის ხოლმე, რომ ჩაი ყავა შედის კი ბატონო სითხეებში, მე აქვე კითხვა მოყვება ხოლმე, რომ ყავა ხო არის შარდმდენი და ეგ ხომ არ იმაშრება, რა ქვია, შარდის გამოდინებას არ წოს ხელს და დეჰიდრატაციას არ იწვევს და წყლის დაკარგვას არ იწვევს, არა არ იწვევს, კვლევებით დადასტურებულია, რომ ის ზომიერი მოხმარება, რაც ადამიანები მოიხმარენ კოფეინს, 2-3 ჭიქა დღის განმავლობაში, ზოგჯერ 4 ჭიქა, არაფერი ისეთი შარდმდენი ეფექტი არ აქვს, რომ სითხე დააკარგვინოს მნიშვნელოვნად ორგანიზმს. შესაბამისად, ყავა, ჩაი ჩვეულებრივ გადის იმაში სითხის მიღებაში. და მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, არა ყველაზე მნიშვნელოვანი არის მარილი. მარილის მიღების შემცირება დაახლოებით 2 გრამამდე. კვლევებით დადასტურებულია, რომ მარილის მიღების შემცირებას შეუძლია 30%-ით შეამციროს თირკმლის დაავადების რისკი. მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს ჰიპერტენზიის რისკი, მაღალი წნევის რისკი. შესაბამისად, მარილიანი საკვებს თუ მოერიდებით, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი. მარილს ისეთ დიდ რაოდენობით ვიღებთ, ამიტომ ადამიანები ამბობენ ხოლმე, რომ ნატრიუმის ნაკლეობა არ დამემართოს. არა, არ დაგემართება, იმიტომ რომ ისედაც იღებს საკმარის რაოდენობით ნატრიუმს, სხვადასხვა საკვებისგან ბევრი საკვები შეიცავს და მით უმეტესი საჭმელი, რასაც ვჭამთ, არის ისედაც მარილიანი. შესაბამისად, რამე ისეთი მნიშვნელოვანი დეფიციტი ჩვენ მარილის არ გვემუქრება, ამიტომ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად. მიირთვათ ჩვეულებრივ საჭმელი და დამატებით მარილი არ მოაყაროთ და თუ მინიმუმს გამოვიყენებთ მარილს, თლად უკეთესი იქნება. ხო, ეგ 2 გრამ სოდიუმს ანუ ნატრიუმს რო ამბობენ ხოლმე, ეგ იგივეა, რაც დაახლოებით 5 გრამი მარილი. ხო, ეხლა რის თქმა მინდოდა კიდე. რეალურად თირკმლის თვის გაფრთხილება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვაკუთხედი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ თირკმელი არის ერთ-ერთი ყველაზე ნაზი სტრუქტურა, რომელიც უნდა დავიცვათ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეალურად თირკმლის ფუნქციის შენარჩუნებას, მე წამლების მიღების მხრივაც, იმიტომ რომ ბევრი წამალი გადამუშავდება თირკმელები და ის ხრია და თუ თირკმელები ნორმაში არა, წამლები უფრო და უფრო შეიძლება დააზიანონ თირკმელი და მეორედ ზოგიერთი წამალი შეიძლება დაგროვდეს, იმიტომ რომ თირკმელები ვერ გადაამუშავოს და ადამიანი მოიწამლოს ამ წამლებისგან. და მოიწამლოს კიდე რბილად ნათქვამია, მოიწამლოს რა შეიძლება მოკვდეს ამისგან და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ თირკმლის გაფრთხილება ჭირდება, რაც შესაძლებელია. დრო როგორც წესი გვაქვს, მთავარია ვიმოქმედოთ. ეხლა თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, ან გამოწერეთ, ან გააშიარეთ, ან რაღაცა, ან დაკომენტარეთ, რაღაცა აქტივობა ჩაიდინეთ გვერდზე, რათა ხელი შეუწყოთ არხის განვითარებას. ვისაც ძალიან მოსწონს ჩემი ვიდეოები და საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია პატრეონზე გამომიწეროს და პატრეონზე გამოწერით, ანუ მეც სარგებელი მექნება და არხის განვითარებასაც ხელს შეუწყობთ. ხო, ვისაც ასევე ინდივიდუალური კონტაქტი უნდა ჩემთან და ეს არის ხოლმე, რომ ხშირად არის გაქვს კითხვები. ეხლა ზოგადი ხასიათის კითხვები, როცა კითხვა-პასუხის ვიდეოში ზოგიერთს პასუხობ, მაგრამ როცა ან თავის ისტორიას მიყვება ადამიანი და მეუბნება, რომ აი ესე და მე 30 ის მაქვს ანალიზი და გაჩვენო და ყველაფერი და მთელი ისტორია, ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი დრო ჭირდება და ამდენ ადამიანს, რომელიც დღეში მწერს ხოლმე ამ საკითხებს, რა თქმა უნდა ვერ ვპასუხებ ყველას, ამიტომ შერჩევითად ვისაც პატრონზე ვეყოლები გამოწერილი, მათ ვუპასუხებ ხოლმე და ეგ იქნება ჩემი აზრით ძალიან სამართლიანი. შესაბამისად, ვისაც გინდათ ხოლმე ეს ინდივიდუალური კონსულტაცია, მოკლედ პატრონზე გამოწერა არის კარგი ვარიანტი. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ.